მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უნდა დაინგრეს. USAID უნდა დაინგრეს. პარიზის კლიმატის შეთანხმება უნდა დაინგრეს. დროა დავასრულოთ ადამიანების მიერ შექმნილი კლიმატის ცვლილების ყალბი ნარატივი. USAID უნდა დაინგრეს. ეს არის სამთავრობო სააგენტო, რომელიც თაღლითური სქემებით ფლანგავს გადასახადის გადამხდელთა ფულს. ერთვება ფულის გათეთრების ოპერაციებში და მოქმედებს როგორც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ორგანო, რომლის მიზანსაც სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება წარმოადგენს. იმისათვის, რათა აღკვეთოთ რეჟიმის ცვლილების ოპერაციები, აუცილებელია ეს სააგენტო დაიხუროს. იცოდით, რომ USAID ასევე არაპირდაპირი გზებით აფინანსებდა ვუჰანის ლაბორატორიას, საიდანაც ჩინური ვირუსი გავრცელდა. ამან კი ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა ეგრეთ წოდებული COVID-ის ტოტალიტარიანული სისტემის დაკანონებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უნდა დაიხუროს. ხალხი დაიღალა ამ ლობისტური ორგანიზაციით, რომელიც არსებითად დიდ ფარმაცევტულ ბიზნესს ეხმარება. ეს არარჩეული ბიუროკრატები არავის მიმართ არ არიან ვალდებულნი, გარდა მათი ჩინელი დონორებისა. პრეზიდენტი ტრამპი ჩვენ გზას გვიჩვენებს და თუ არ გსურს ისტორიაში შევიდეთ, როგორც აბსოლუტური იდიოტები, ჩვენ მას უნდა გავყვეთ. მწვანე შეთანხმება, USAID და სხვა მავნებლური ორგანიზაციები უნდა დაიხურონ. ჩვენს გვჭირდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მსგავსი ორგანო, რათა შევებრძოლოთ ამ საზიზღარ გლობალისტურ მიზანთროპებს. დიდი მადლობა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.